შუხუთი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში და მთელს გურიაში ცნობილი სოფელია. იცნობენ საქართველოშიც, რაც სპორტის აქაური სახეობის შუხუთელების სიამაყის ლელოს დამსახურებაა. ყოველი წლის შემოდგომაზე შუხუთში მთელი საქართველოდან იკრიბებიან, რაც ამ საკმაოდ საინტერესო სანახაობას დაესწრნონ. სწორედ ამიტომაც სურდა ადგილობრივებს ლელოს მუზეუმის აშენება. ამაში მთავრობის დაპირებაც მიიღეს, მაგრამ შედეგი ჯერჯერობით აგვიანებს. Centri sau trebuie შენობა იყო თავის დროს. დღესდღეობით ადგილშია ხედავ. ყველაფერი კარგად კეთდება ცენტრი. ეს მოსაწესრიგებელი, მაგრამ ეს კლუბი რომ 2 წელი დაუკვირდე მთელი ამბავი გაგირემონტე. Era la mesi ჩამოსკდა, ხელან ალესი შეგვეშინდა რა, ინავანე დეიშალა, იშლევა. მაგრამ აიო დიდხარჯებთან არა დაკავშირებული ვიზახიან და ახლა მე ბიუჯეტის ამბავი რა ვიცი. დაპირება ხომ არა? დაპირებით კი დაუკვირდე მაგრამ. ყველა შეძია მოდიან კალაკაში არაფერია. დღესაც უგეთები ნახავ კლუბი ჩვენი მა. მეტი რა ახალგაზრდა თავში შევსუნ. კლუბი მაინც შექმნა სკოლის გამო რომ ახალგაზრდებმა შეიღარონ თავი და გაზეთი იყოს და რაღაცა ასეთი. დაგვპირდე რომ გაკეთდებაო და ალბათ გაკეთდება რა თქმა უნდა იმედი გვაქვს. შუხუთში უკვე შემოყვანილია გაზიფიცირების მილები, მაგრამ ინდივიდუალური აბონენტი ფინანსების სიმცირის გამო სოფელში ცოტაა. გაზის გაყავენ აღარ მუშაობენ ახლაც. ჩამოყავენ. ხო და მე მაინც პატარა ფაიან იმაზე ვცხოვრობდა ჩემთან ისე იგი 1000 ლარი მაინც რომ შევიყვანო ის დამიждდება. გაზი კი მაინც საკმაოდ ძვირია ბატონო. რა ახლა აქედან 100 მეტრია ჩემს სახლამდე რომ შევიყვანო 2000 ლარი მინდა და ძალიან ძვირია. ან შეხვათიანი სესხი უნდა იყოს კრედიტი რაღაცა რომ გააკეთოს ხალხი. ქვემო შუხუთამდე მოსულია. ქვემო შუხუთი არ უნდა წყდებოდეს ერთია სოფელი. საკმაოდ მნიშვნელოვან პრობლემად მიიჩნევენ ტრანსპორტის თემასაც და მის მოწესრიგებას ითხოვენ. ყოველ დილით ახეთ წამოსვლის დროს დიდხანს ველოდებით, იქეთ წასვლის ხანს დიდხანს ველოდებით. ხან მოვა და ვერ ცავდივარ, ძეთ იმდენი ხალხი იქნებაში. ხო და ხო. მეორე რეის უნდა ველოდოთ. ისე ვართ იქეთ ამშობლებიც ასე ვართ. ავტობუსი არ დაგვინიშნეს სასკოლო ავტობუსი. არის ძალიან პატარა მინი მარშრუტკები, აი მშობლებიც ველოდებით, მასწავლებლებით, მოსწავლეებით, ზოგი ამ სიცხეში ვერც წავართ, ვერც მოვართ და რა ვიცი რეჟიმით ძალიან ცუდი გვაქვს ამ გზავრობის. უწყლობა სხვა სოფლების მსგავსად აქაც პრობლემაა, თუმცა სანახევროდ თუ ნახევარსოფელში წყალი თავისუფლად მოდის, მეორე ნახევარი მის აღდგენას ითხოვს. წყალი არ არის ჩვენთან. ვეუბნებით რომ რაღაცა და პირდება რეზოლჩიტიძეც დაგვირდა რომ რაღაცა წყალს გაგიკეთებ და ყველაფერი იქნება ნორმალური. ტექნიკის სიმცირის გამო საგაზაფხულოდ ვერ დამუშავდა ყანების დიდი ნაწილიც. ტრაქტორი აყავს, არაფერი, ვიცხაც უნდა იმას მიყავს და კი ვარ ყანები დაუთესელი გვაქვს. თუ დეიცესა შაშა ნაციებთან წელს არ იქნება 60 ჰექტარი დაწესილი აი ფართო. როგორც ხელისუფლება ამბობს, სოფლის მეურნეობა დღესდღეობით სახელმწიფოს პრიორიტეტია. მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ პრიორიტეტის რეალობაში გატარების შემდეგ პროგრესი შუხუთელებისა და არა მარტო მათ საყანე ფართობებზე აისახოს.